საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. გავეცანით ადგილზე არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. განვიხილეთ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ საირიგაციო პერიოდი, ისე რომ ფერმერებისთვის წყალის მიწოდება იყოს უფრო გაადვილებული და დივერსიფიცირებული. კახეთის რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი დარგი და შეხედა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის სარწყავი პრობლემები, რაც წამოყენებული იყო მერების მხრიდან, დროულად ყოფილიყო აღმოფხვრილი. დაისახა სამომავლო გეგმები, სარწყავი სეზონის დაწყების წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული ლაკბეს წყალსაცავი გაიხსნა. ეს გაზრდის როგორც მოსავლის რაოდენობას, ასევე გაუმჯობესებს მის ხარისხს.